მოგესალმებით პატივცემო სტუმრებო. ვიწყებთ 126 საჯარო სკოლის ბავშვთა ვოკალური გუნდის პატარა ვირტუოზების საშობაო ღონისძიებას. ქრისტე შობის დღესასწაული ტრადიციების კვალ და კვალ. გუნდის ხელმძღვანელი და ქორმაისტერი დალი დოლიძე. საქართველოში დღისა და დროის განახლების დღესასწაულია. ამ დღეს ქართველები ყოველთვის სიხარულით ხვდებოდნენ და ცდილობდნენ სიკეთე, ყვავით და ბარაქათა ხვდებოდათ მათ ოჯახებს. შობის წინა საღამოს, როგორც ახალი წლის დასაწყისს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და შესაბამისად მრავალფეროვანი წეს-ჩვეულებები არსებობდა. შობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთნაირი სიხარულით ხვდებიან. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია. ანებოს მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ქუჩებს ჩამოივლიდა და სიხარულით და სიმღერით უოთავდა ხალხს შობის დღესასწაულს. მახარებლებს ოჯახის დიასახლისი კბილეობითა და სხვადასხვა პროდუქტებით ასაშენებდა. მოგვიანებით მამაკაცები ბავშვებმა ჩაანაცვლეს. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. რომელიც მთელი ღამის განმავლობაში არ უნდა ჩამოყალიბო. დილას კი ადრიან საუზმეს სამზადებოდა, რომელსაც გარეშე პირი არ უნდა დასწრებოდა. ქართველები ამის ცდილობდნენ და
ძირითადი ნაწილია. მის გარეშე დღესასწაული წარმოუდგენელია. სიტყვა ალილო სათავის ალილუიადან იღებს, რაც ღვთის დიდებას ნიშნავს. მოთხრობითა და ვარიანტულობით გამოირჩევა. ტექსტი შინაარსი ძალოწვის, ჯანმრთელობის, გარეგნობისა და ბედნიერების ხურვილებითაა სავსები. ქრისტეშობის გამორჩეული უდიდესი სიხარულის გაზიარება ორჯითგან ამ სიმღერით საგალობლით აღინიშნებოდა. სიხარულის გაზიარებასთან ერთად ტრადიციის მთავარი არცი სურსათ სამელოდის მოგროვება და დაჭირებულებისთვის დამიგება იყო. ალილოზე აუცილებელი იყო კვერცხის გაცემა, რადგან იგი სიცოცხლის საწყისთან ასოცირდება. დღეს ალილოს დღესასწაული ყოველდღიურად შობის ღამის თელების შემდეგ აღინიშნება. განსაკუთრებული სიხარულით ალილოს მსვლელობაში ბავშვები ერთვებიან. სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეებს უამრავი ადამიანის წინოს შესაძლებს, რომელსაც წლის ბოლოს მოხუცებულთა და ბავშვთა ხარჯშესაფრებში ანაწილებენ. წლებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. აცხობდნენ ბასილას, რომელსაც მამაკაცის გამოსახულება ჰქონდა. ასევე ორ-ორ ბედის კვერცხით წვეული ოჯახის წევრისთვის.
ოჯახის უფროსი გაჩერებამდე ხოჩაზე მუხაში მგლობის თავს დებდა. გარშემო ბედის მერე შემოუწევდა. ზედ ვასილასაც დაგებდა. დასაბედებლად თამში აღონება ყურებსაც დებდა. ზედ უმაც იგი აქტიურ წარსულს მიაკრავდა. ეს ახალგაზრდა შექმნილი საოცილებელი ტრადიცია იყო. გარში ამ საახალწლო ხოჩას ამრანია ხდებოდა. იგი საერთოდ საერთოდ და მუხაში ცეცხლს დაარქავდა. გარდა ამისა, არ ცხოვრობენ ყველები, რომლებსაც ხონჩაზე აწყვეტს
ხარდაზე მარკოს, მარის, ებოს და ყველასა დიასახლისი ფულის ფილოსოფისა და კერის ყველა დაჭერდა. მას ნახევარი გამოსი წავდა და სადმე თასლას ამდენდა, სადაც აქვე ჩავიდა. Thank you.
მარანი ღვინით, გული საწნოებით, დაუშვენა მდინარექიდინე, ბედნიერება ჩვენს ქვეყანაში. არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და წამის საქართველოს. ჩემს ამშალოთ უსურვებ გაძლიერებას, ხისაულ ახალთაობას, რომელს მუდამ მასე იზღუდებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის მოუვალი დღევანდელზე უკეთესი იყოს. დამდეჭობა ახალწელს, ხვალ ბარაკაში კეთეს ხვალ ბედნიერება არ მომკლებოდეს. Auzi, azi stau pe cât conținător patera ყოველთვის როდესაც მოვიდივარ თქვენთან ვფიქრობ, კიდე რა შესაძლებლობები არსებობს თქვენში, ყველაში, ბავშვებშიც და პედაგოგებშიც. თუმცა ახალი აღმოჩენებია დღეს ამ პირობებში, ამ ვირუსებში, ამ რომლითხვიან გავრცელებულ უამრავ დაავადებებში შეძლო, შეკრიბო გუნდი და ასე კარგად წარდგა ეს თქვენი დამსახურებაა და თქვენი დამსახურება რისთვისაც მადლობას გიხდით. მშობლებს თავის დავაცხადია
ძალიან მიყვარხართ, ახალი ენერგია ხართ ჩემთვის პირადად და ყველასთვის აქ დამსწრებთათვისაც. აი ამ პირველი სემესტრის ბოლოს, როდესაც ამდენი საქმეა და უცებ აი ეს პატარები ახალი ენერგიით გიშვებენ საკუთარი კონცერტიდან, ეს არის დიდი თერაპია ჩვენთვის და პირადად ჩემთვისაც. გილოცავთ შობა ახალ წელს, იბედნიერეთ, თქვენ ნამდვილად ღირსეული მომავალი გეკუთვნით და იქნებით ღირსეული ადამიანები პირველ რიგში. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მოსწავლეებო, მადლობა თქვენ პედაგოგებო და მადლობა მშობლებს. მრავალს დაესწარით ბედნიერი შობა ახალი წელი გაგვეთენოს უფალმა.